გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჩარლეგავა და ეს არის ჩემი სამშენებლო ბლოგი და დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ამ შემთხვევაში რა ხდება თუ მივიღეთ ნებართვა. პირველ რიგში ნებართვის მიღების პროცესში, როცა არქიტექტორი ადგენს სახლის გარე დიზაინს, შიდა დიზაინს, პირველი რაც შემიძლია რომ გაითვალისწინოთ მეგობრებო, აი რჩევის სახით და მეგობრული რჩევის სახით, ზედმეტი ვიტრაჟი, ზედმეტი კარებები და ზედმეტი ფასადის აი მოპირკეთება თუ ბიუჯეტურად გინდათ ააშენოთ, ამოიღეთ, თორე ამ შემთხვევაში მაგრად ინანებთ, როცა უკვე ფაქტი იქნება, რომ სახლი გაქვთ ჩასაბარებელი, დიზაინში ეს არის და ამ შემთხვევაში ამ დიზაინით უნდა ჩააბაროთ, ამ ვიტრაჟით უნდა ჩააბაროთ, ამ ზომით, იმიტომ რომ ვიტრაჟები, კარებები, გარე დიზაინი, ფასადის მოპირკეთება ჯდება არც თუ ისე იაფი, რაც ხარჯებს ძალიან გაკისდით. შემდეგი როცა ხელოსნები მოკავთ ან ჯგუფი და გეუბნებიან რომ აი ამის გაკეთებას რა უნდა კაცო, არანაირი პრობლემა არა. აი აქ უკვე დიდი წითელი დროშა არის, ესე ვთქვათ, რომელიც შემდეგ იქნება რომ უი მე უფრო მარტივი მეგონა, სხვანაირად გავაკეთებდით ამას თავიდანვე რო გწოდნა და პირველ რიგში რაც მინდა რომ გაგაფრთხილოთ, არ დაუშვათ ჩემნაირი სულელური შეცდომა და არ ენდოთ ესეთ ხალხს და რას გულისხმობ ახლა მაგასაც გეტყვით. ჩემი ნაკვეთი არის მთაზე და შესაბამისად რელიეფი არის არასწორი. ანუ არის ქანებში. ამ შემთხვევაში პირველი რაც გააკეთეს, ეკონომია გააკეთეს რელიეფის გასწორებას. ანუ ის მითხრეს, რომ არა, მიწას გასწორება არ ჭირდება, კაცო, ყველაფერს გავაკეთებთო რა. საბოლოო ჯამში იყო სიტუაცია ესეთი, რომ აქეთ ხარეს, ანუ ჩემგან მარჯვნივ, მიწის ზედაპირიდან ვარ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე, აქეთ ვარ ფაქტიურად 65-70 სანტიმეტრი. ანუ 6 მეტრო ვარდნაში, მარტივად რო გითხრათ, 6 მეტრი არის, კი, 6 ესე არის 9 და 25 ეს. კი, 6 მეტ ვარდნაში, ანუ 6 მეტრაში, სადღაც 35 სანტიმეტრი არის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე სხვაობა. ანუ მიწის ქანები მოდის აი ესე. ეხლა გეტყვით. ეხლა რომ მომინდეს მიწის გასწორება, აქეთ ხარეს 35-ზე რომ მოვიყვანო, როგორც იქით არის, იმდენი ოდენობა მიწის დაყრა მომიწევს, რომ შეიძლება შოქში ჩავარდე. მაგრამ თუ თავიდანვე გავითვალისწინებდი ამ საკითხს და მეცოდინებოდა, სულ რო იმათთვის არ მეთქვა, ტრაქტორს ვიქირავებდი, 600 ლარს გადავიხდიდი, ამ მიწას 0-ზე მოვასწორებდი. ან აქედან მოვჭრიდი და გავასწორებდი, ან ამ შემთხვევაში სადღაც სხვაგან მოვჭრიდი მიწას, მოვიყვანდი და დავატკეპინებდი. რას მომცემდა ეს? სწორ რელიეფს და მე უფრო მარტივი ხდება ყველაფრის დაგეგმარება. თქვენ როგორც იცით, მე ამ შემთხვევაში 260 კვადრატის პროექტი მაქვს, ერთი ახლა სადაც ვარ, მეორე რომელშიც ჯერ სახურავი არ მაქვს გადახურული. ამ შემთხვევაში ეს სახლი და ის სახლი სადღაც 1 მეტრით უფრო სხვაობაშია. ანუ ეს სახლი დგას სიტყვაზე ვთქვათ 1 მეტრით უფრო მაღლა ვიდრე ის სახლი. ამ სახურავზე, აქედან რო ვადიხარ სახურავზე, იმ სახლს ზევიდან დაყურებ ჩვეულებრივად. აი მარტივად რო ვთქვათ, აი ესეთი სიტუაციები რო აირიდოთ თავიდან ხოლმე და ყველაფერი იყოს თანაბარი და სწორი, ამ შემთხვევაში არ დაგეზაროთ, კითხვა თუ გაქვთ, იკითხეთ, თუ რჩევა გჭირდებათ, მომწერეთ და მაქსიმალურად გირჩევთ, რომ ჩემნაირი შეცდომები არ დაუშვათ მშენებლობისას და მერე თქვენც არ იყოთ ნერვები მოშლილები. შემდეგი, სანამ მიწას ამ შემთხვევაში გაასწორებთ კომუნიკაციები რა. აი ყველას ახალ სახლში თუ ძველ სახლში რას ვაკვირდები, ეს კომუნიკაციები, ელექტროენერგია, წყალი, რავი, გაზი, ყველაფერი შეძდით ჰაერიდან რა. ანუ კარგი წყალი შეიძლება მიწაში აქვთ, მაგრამ დენი და გაზი ყოველ შემთხვევაში რკინის ტრუბები რო აყენია და რო შედის, ყველაზე არალამაზია, ყველაზე არაესთეტიურია და ყველაზე ცუდი არის. რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, თუ ტრაქტორს ქირავთ თქვენ ან ის კომპანია, გააჭრევინეთ სახლის წერტილამდე ტრანში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიჭრება მიწა და წიესების დაცვით 1 მეტრი მაინც უნდა იყოს სიღრმე, დაშორება წყალი, დენი, გაზი 20 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს ერთმანეთზე, მარტივად რო ვთქვათ ელექტროენერგიის კაბელი, რომელიც სპეციალური კაბელი იყიდება საქ კაბელში შევიძინეთ და ბატონმა რეზომ მიც ჩემთან ელექტრობა გააკეთო, მირჩია კაბელის და გოფრეთს, რომელიც მიწაში იდება და არის უსაფრთხოდ, ასევე გაზის მილი, რომელიც არის სპეციალურად პლასმასის, რომელიც შემოდის, ესეც კი შეგიძლიათ ყაზტრანსგაში ან ნებისმიერ გაზის კომპანიაში გაარკვევთ,
რომელი დაგჭირდებათ და ზუსტად იმ ადგილამდე ათხრევინებთ მიწას ტრაქტორის, სანამ ამ შემთხვევაში სოჩიკებს არ გადაწყვეტს სად აყენებთ. თუ სოჩიკებს ბოდიშით არა, რიცხველებს. ხო და ეს რიცხველები ამ შემთხვევაში, როცა დადგება, აი ამ თქვენ ამოყვანილ წერტილებზე გაზი, დეგი, წყალი პირდაპირ დაერთებენ და თქვენ სახლში უკვე შიგნიდან შემომავალი გაქვთ ამ შემთხვევაში ყველანაირი კომუნიკაცია. თუ ამას თავის დროზე გააკეთებთ მეგობრებო, მომავალში ის მახინჯი რაღაცეების კეთება არ მოგიწევთ სახლში და ელექტროენერგიის მიღები, კაუჭი, დენი, ტროსი, რაზეც უნდა გადიოდეს. მოკლედ, ესეთი რაღაცეები ძალიან ბევრ რაღაცაში დაგეხმარებათ, რომ დეტალურად გაიაროთ ის ეტაპები, რაც მე გავიარე და თქვენ არ დაგიჯდეთ რაღაც უაზრო დიდი თანხა და თავში სარტყმელი ხელი, რომ აი არ ვიცოდი და არავის არ უთქვამს. ხშირ შემთხვევაში ბევრი არავინ არაფერს არ გეტყვით, თუ ეს მის სიცოცხლეს ართულებს ხოლმე, ანუ თუ ეზარება გაკეთება რა, რატო გამოიჩენს ინიციატივას, როცა მარტივად შეუძლია გააკეთოს. აი ეს არის და ეს. შემდეგი როცა უკვე საძირკველის ჩასხმას იწყებენ, საძირკველს როცა ჩაასხავენ, საძირკველს სჭირდება სპეციალური შეფუთვა, რომ არ აიკიდოს სინესტე. სინესტის აკიდებას გულისხმობ იმას, რომ საძირკველი არის ბეტონი და ბეტონი შეიძლება დროთა განმავლობაში წვიმის დროს წყლისგან გაიჟღინთოს და პარალელურად ახლა მარტივად რო ვთქვათ, ამოდის კედლებში, მარცხნივ, მარჯვნივ, ნებისმიერ კედელში. ამისთვის საჭირო არის ბეტონის დამუშავება ჩასხმის შემდეგ. აი, როცა იმ ეგრეთ წოდებულ აპალოკის მასალოს მოხსნიან, უნდა შეიღებოს შავად, სპეციალური საღებავი არის, რომელიც იცავს და ასევე სპეციალური რეზინის ფირივით არის ფენა, რომელიც იდება ამ შემთხვევაში ბეტონის საძირკველსა და ნიადაგს შორის. ეს ეკრობა იდეალურად და ჩვენი ბეტონი ამ შემთხვევაში სინესტეს არ ატარებს და თუ უნდა ემუშავა სიტყვაზე ვთქვათ 80 წელი იმუშავებს 130 ან 150 წელი. იდეაში მე ხა არ ვარ ამაში ძალიან გათვითცნობიერებული, მაგრამ რო ნამდვილად იცავს და სპეციალურად ამისთვის აკეთებენ ნებისმიერ ახალ კორპუსზე, ნებისმიერ მშენებლობაში უცხოელებთან, იმიტომ რომ ეს სტანდარტად აქვთ, ნამდვილად საჭირო არის. რა ხდება შემდეგ? ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ როცა გავაკეთეთ ესეთი წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ აი შევფუთეთ საძირკველი, კედრების ჰიდროიზოლაცია კარგი გავაკეთეთ, ყველაფერი პარალელურად მივაყოლეთ, ჩვენი სახლი იქნება უფრო თბილი, უფრო მდგრადი, მედეგი მარტივად რო ვთქვათ და ეს დაგვეხმარება მომავალში შევემციროთ რა? ხარჯები რა ტიპის? როგორც არის გათბობა და გაგრილება. აი რატო ვთქვი თავიდან ამ შემთხვევაში, როცა სახლის დაგეგმარებას იწყებთ, ეცადეთ რომ მაქსიმალურად მარტივად რო ვთქვათ თხელი არა, სადა ვიზუალი შეერჩიოთ. კი, შეიძლება თქვენ მოგწოთ ბევრი ევროპული და უცხოური სტილის სახლები, რაც ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში, მაგრამ არის ესეთი რაღაცა. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს დიდი ფინანსები, გარედან თბოიზოლაცია ყოველ ვარიანტში უნდა გავუკეთოთ, მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ აი ავიღოთ ვიტრაჟების საკითხი. მაქვს ახლა აი სადაც ზივარ, ეს არის, ჩემი არ მარცხნივ არის ამ შემთხვევაში, აი აქ სადაც ხედავ მისაღები არის, იქით ხარეს არის სამზარეულო. სამზარეულოში მაქვს ერთი დიდი ვიტრაჟი, რომელიც ეს 2.80 სიმაღლეში და ხო და ზუსტად როგორც გუშინ ვიძახდი, ეს არის სამზარეულოს მხარე, სადაც ვიტრაჟი, განში, ანუ სიგანეში არის 0.75 სანტიმეტრი. ამ შემთხვევაში 75 სანტიმეტრი, სიმაღლეში არის 2 მეტრა და 80. აქ კარები არის და ის ზედა მხარეზეც ვიტრაჟი უნდა მქონოდა, მაგრამ მოსაფიქრებელი მაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ჩავსვა ვიტრაჟი, შეიძლება არა. მაგასაც ავხსნი რატო? ხოლო აი ეს ვიტრაჟი, რომელიც არის აქ არის უკვე 1.50 სიგანეში და არის 2 მეტრა და 80. პლუს მაგას აი აქეთაც იდენტური ესეთი ვიტრაჟი არის. კი, ხედი ძალიან კარგია, მაგრამ ზამთარში. რა ხდება ზამთარში? აი, ეხლა გავაგრძელოთ ეგ საკითხი. და მოდი გავაგრძელოთ ახლა. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ზამთარში რა ხდება დაზაფხულში. იქიდან გამომდინარე, რომ ვიტრაჟები არის და მეტი მზის მიმღებლობა აქვს, თუ ამ შემთხვევაში ზაფხულში სადღაც პატარა ვიტრაჟებში ან პატარა ფანჯრებში რო გამეკეთებინა კონდიციონერის ხარჯი მექნებოდა ნაკლები, ამ შემთხვევაში უფრო მეტი მექნება, იქიდან გამომდინარე, რომ გამტარიერობა მეტია. პირველ რიგში იმასაც გეტყვით, რომ სახურავზე, როცა თუნდაც აი სიტყვაზე ვთქვათ,
ბეტონი დაასხით, ბეტონი არ არის გარანტია, რომ სახურავი იქნება გრილი. ყველაზე ცოტა წიაშკამდე, ეგრეთ წოდებულ მოხვეწამდე უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში თბოიზოლაცია. აი თუ გახსოვთ ერთ-ერთ ჩემ ვიდეოში მე იატაკ ქვეშა სპეციალური საფენები დავდე, როგორც XPS-ი არის. ამ შემთხვევაში ისინიც თბოიზოლაცია არის, ანუ არ ატარებს სიცივეს დაბლიდან მაღლა და ლოგიკურია, რომ ჭერიდან, როცა ზამთარში არ ბოდიში ზაფხულში სიცხე არის ზევიდან აწובה, იგივე არ უნდა ჩამოვიდეს დაბლა. ეს რას გააკეთებს? იმას გააკეთებს, რომ თქვენი ხარჯები ელექტროენერგიის მოხმარების იქნება ბევრად ნაკლები. მეორე საკითხი ახლა ზამთარში. იქიდან გამომდინარე, რაც არ უნდა კარგი მინაპაკეტი იყოს და ამ შემთხვევაში მეტალოპლასმასი იყოს, მაინც კედელთან შედარებით და თბოიზოლაციასთან შედარებით, რომელიც კედელში ან კედლის გარეთ კეთდება, რა თქმა უნდა, რომ ეს არ შეედრება და რა თქმა უნდა, რომ ყველა მხარეს ვერ ამოულუქავთ, მაგრამ თუ იქნება უფრო ნაკლები ესეთი ვიტრაჟები ზამთარშიც შესაბამისად, რა იქნება? იქნება ის, რომ თქვენ უფრო ნაკლები ხარჯი წაგივათ ცენტრალურ გათბობაზე. ერთი მთავარი პრინციპი დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტ თანხას დახარჯავთ, ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, დახარჯავთ თქვენი სახლის თბოიზოლაციაზე, უფრო მეტს მოიგებთ წლებთან ერთად. რას გულისხმობ ახლა ამაში? თუ თქვენ ცხოვრობთ როგორც მე, სადღაც მაღლა მთაზე, თქვენთან ზაფხულში ძალიან ცხელა მზის ფონზე და ზამთარში ძალიან ცივა, იმიტომ რომ მაღლა ხართ, თბოიზოლაცია არის თქვენთვის იდეალური ვარიანტი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ზაფხულში ნაკლები დაგიჯდებათ ელექტროენერგიის მოხმარებიდან გამომდინარე, ზამთარში კიდე ნაკლები გათბობა დაგჭირდებათ. იმიტომ რომ თქვენი სახლი ყოველთვის შეინარჩუნებს ან ერთ ტემპერატურას, ან მეორე ტემპერატურას. აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა დღეისთვის და ეს ნაწილი იყო, რომელიც სამწუხაროდ რომ გააქრა ჩემი კამერიდან, იმედი მაქვს რომ ახლა ჩაიწეს და გადავამოწმებ. შემდეგი საკითხი რაც მინდა რომ განმეხილო, ესაა ამ შემთხვევაში კედლების სისწორე, როგორ უნდა შევამოწმოთ ხარისხი და რატო გჭირდება რომ ეს შევამოწმოთ, რადგან მე მოგიყვებით ჩემს შეცდომებს, რაც მე დავუშვი, არ გავაკონტროლებ და მე აი მარტივად რო ვთქვათ, უფრო მეტი ზდა მიჯდა და უფრო ნერვების მომშლელიც იყო. ეს არის და ეს დღეისთვის დაგემშვიდობებით, გთხოვთ არ გამოტოვოთ შემდეგი სერია, გამოიწერეთ გვერდი აუცილებლად, აბა წარმატებები.